იმისთვის რომ გავიგოთ რას ნიშნავს ეს ინდექსი, რაც ცდილობს ეს ინდექსი. ეს არის საზომი ადამიანის განვითარების დონისა ქვეყნებში. ის ხორციელდება დაახლოებით იზომება დაახლოებით 1990 წლიდან. ის აფასებს წვდომას, ცოდნის მიმართ, სიცოცხლის ხანგრძლივობას, ეკონომიკურ განვითარებას და წვდომას სხვადასხვა მომსახურებებზე. საქართველოს მაჩვენებელი ძალიან კარგი იყო გასული 25 წლის მანძილზე. ამჟამად ის გაიზარდა, ამ პერიოდში გაიზარდა 2020 წლიდან გაიზარდა დაახლოებით 20%-ით, რაც ნიშნავს, რომ მთელი რიგი პროგრესი იქნა მიღწეული ბევრ სხვადასხვა სფეროში, მომსახურებების წვდომაზე. საკმაოდ კარგი პროგრესია, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილი აქვს გარკვეულ სტაგნაციას, რაც ვრცელდება, არის მთელი მსოფლიოს ტენდენცია რეალურად. მთელ მსოფლიოში დაკვირვებადი ტენდენცია. მთლიანობაში პროგრესი კარგია, ტენდენცია პოზიტიურია, მაგრამ სამუშაო არის გასაკეთებელი ბევრი. საქართველოს მაჩვენებელზე კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ, რამ განაპირობა საქართველოს ასეთი მაჩვენებელი, რა ფაქტორებმა იმოქმედა? როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამ ინდექსს ქულას ფაქტიურად, რომელიც როგორც თქვენ თქვით ათავსებს საქართველოს აი ამ ადამიანის განვითარების მაღალი დონის ქვეყნებს შორის და როდესაც ვუყურებ სხვადასხვა პარამეტრებს, ფაქტორებს, რომლებიც ამაზე მოქმედებენ, მათ შორის არის ზოგადი უთანასწორობა, გენდერული უთანასწორობა და გარემოზე ზემოქმედება. CO2-ის გამონაბოლქვები. აი ამას როდესაც გავითვალისწინებთ ამ ფაქტორებს, ქულა მცირდება დაახლოებით 10%-ით. რაც ნიშნავს, რომ გარკვეული პროგრესი უნდა იყოს მიღწეული ქალთა ძალაუფლების გაზრდაში, შრომის ბაზარზე განსაკუთრებით, მათი წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს, CO2-ის ემისიები უნდა შემცირდეს. ძალიან ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი უთანასწორობის მხრივ, იმის მიხედვით, იმის მხრივ, თუ როგორ არის განაწილებული სიმდიდრე საქართველოში. არის მთელი რიგი წინსვლა, მაგრამ არის საჭირო უფრო კონცენტრირებული მუშაობა საჭირო, რომ ეს უთანასწორობა შედარებით შეძლებულ და ნაკლებად შეძლებულ ჯგუფებს შორის შემცირდეს და უთანასწორობა გენდერულ ჯგუფებს შორის შემცირდეს. როგორც კი აი ამ ფაქტორებს ვუყურებთ, ქულა მცირდება იმის მიხედვით, თუ როგორ ნაწილდება ბენეფიტები, სარგებელი ამ წინსვლისა. ამიტომ მთელი რიგი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული იმაში, თუ როგორ გამოიყენებს ქვეყანა თავის რესურსებს. თქვენ წეგანაც აღნიშნეთ და ამაზე უფრო ცვლად მინდა რომ ვისაუბროთ, გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად ინდექსი სტაბილურად იზრდებოდა მთელ მსოფლიოში 10 წლეულების განმავლობაში, თუმცა შეინიშნება ტემპის შენელება და იმ შემთხვევაში თუ ნელი განვითარების პროგნოზი იქცევა ახალ რეალობად, 2030 წლისთვის დასახული მიზნების მიღწევა შესაძლოა რამდენიმე ათეული წლით დაგვიანდეს, ეს წერია სწორედ ინდექსში. რამდენად საშიში და სახიფათოა ასეთი ვარაუდი და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა საქართველოზე? გლობალურად ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საქართველო არ არის მარტო ამ სტაგნაციაში და ეს არის ის, რაც ხდება ძალიან ბევრ სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. ჩვენ დავინახეთ, რომ განვითარების ტემპები 35 წლის განმავლობაში იზრდებოდა და შემცირდა, შენელდა პანდემიის შემდეგ. მანამდე უთანასწორობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და
ეხლა პირიქით ესე იგი ეს განსხვავებები ზრდას იწყებს მაგალითად განათლების სფეროში და ეს არის გარკვეულწილად იმედგამაცრუებელი ფაქტორი იმიტომ რომ ეს იყო ამასაც შეუძლია კონდეს გლობალური შოკი ისევე როგორც პანდემიას ის ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკურ სისტემებზე მულტინაციონალურ ურთიერთობებზე და ფაქტიურად ჩვენ ეხლა დავბრუნდით რეგრესიული გახდა ჩვენი განვითარება ეკონომიკური ნაციონალიზმი გავრცელდა იზრდება დავალიანებები პოლიტიკური სისტემები ჩამოყალიბდა რომლებიც ხელს არ უწყობენ თანამშრომლობას და ეს არის გარკვეულწილად შედეგი ამ ფაქტორებისა ეს არ არის დიდი შოკი, დიდი ძლიერი შოკი, მაგრამ ეს არის გარკვეული უკუსლა. და თუმცა საქართველოს არ არის იზოლირებული და ის არის აი ამ გლობალური სისტემის და ტენდენციის ნაწილი. ხოლო ინდექსის ამოცანა არის გავარკვიოთ რომელ ქვეყანას შეუძლია დაძლიოს ეს ტენდენცია და რომელზე იმოქმედებს ის განსაკუთრებით ცუდად. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც შემაშფოთებელია ძალიან ბევრი თვალსაზრისით. აუცილებლად მინდა ასევე გკითხოთ ადამიანის განვითარების ანგარიშის შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის განვითარებაზე. როგორია პროგნოზი, რა შეიძლება იყოს, რა მასშტაბის შეიძლება იყოს ის გავლენა, რასაც ხელოვნური ინტელექტი მოახდენს ადამიანის განვითარებაზე. ანგარიში ნათქვამია არის ერთი თავი სპეციალური თემა მიძღვნილი რომელიც ეძღვნება ხელოვნურ ინტელექტს ეს არის საკმაოდ საინტერესო ნაწილი როგორც წესი ადამიანები ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ ამას სხვადასხვა ქვეყნებში თითქმის 2/3 მოსახლეობისა მოელის რომ ის ხელს შეუწყობს განათლებას, ჯანდაცვას და სასარგებლო იქნება მათთვის. შექმნის სამუშაო ადგილებს და იდეა რომ ეს შეცვლის ადამიანს, რომ კომპიუტერი შეცვლის ადამიანს, არ არის ადამიანების მოლოდინი, ასეთი არ არის. ისინი არ ფიქრობენ, რომ კომპიუტერები ფაქტიურად ჩაანაცვლებენ ადამიანებს. ადამიანები ამბობენ, რომ აუცილებელია მოდერნიზაცია, განსაკუთრებით განათლების და ჯანდაცვის დარგებში. ახალგაზრდა ადამიანები, ახალგაზრდა სპეციალისტები მაქსიმალურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თავის ყოველდღიურ მუშაობაში და ცდილობენ ისწავლონ მეტ და მეტი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოდერნიზაციას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა დარგებში ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი სარგებელი, რომელიც ამან მოუტანა ჯვაჭრობაში, ტრანსპორტში, სოფლის მეურნეობაში, უსაფრთხოებაში, ჯანდაცვის სფეროში. ეს რომ პოტენციალი მისი არის ძალიან დიდი, უშველებელი და მთავარი არის როგორ მართავთ მას, როგორ გამოვიყენებთ მას. თუ ის დარჩება რეგულირების მიღმა სრულად, არის საფრთხე, რომ ის სიტუაცია გახდეს ცოტათი ქაოტური, რომ ძალიან ბევრი სპამები და არასწორი ინფორმაცია გავრცელდეს და ადამიანს მოუწევს განასხვაოს სიმართლე ყველანაირი მცდარი ინფორმაციისგან, რომელიც შეიძლება გავრცელდეს კომპიუტერების ინტერნეტის მეშვეობით. ხოლო ცენტრალიზაციამ შეიძლება აგრეთვე გაზარდოს უთანასწორობა. ამიტომ მთავრობა უნდა თანამშრომლობდეს, უნდა ძალიან ფრთხილად მიუდგეს ამის მართვას.
ისე რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ეს ვიწრო კორიდორი რეგულირებისთვის ჩვენ უნდა მოვძებნოთ ბალანსი რომ ერთის მხრივ განვითარდეს ეს გამოყენება მოხდეს უფრო ინტენსიური და მეორეს მხრივ რეგულირება მცირე ბიზნესებისთვის მაგალითად აგრეთვე ადამიანის უფლებებზე ზემოქმედება იყოს სათანადოდ განხორციელებული რომ მცირე კომპანიებმა აგრეთვე შეძლონ მისი გამოყენება სათანადოდ და ჩვენ ვხედავთ რომ ბიზნესი და ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგულაციის პროცესში.